საქართველოს სხვადასხვა რაიონის სკოლის მოსწავლეები ორგანიზაცია საქართველოს მომავალი ფერმერების ნაციონალური არჩევნების ჩასატარებლად შეიკრიბნენ. ფარულმა კენჭისყრამ ორგანიზაციის პრეზიდენტი და ოფიცერთა საბჭოს შემადგენლობა უნდა გამოავლინოს. ახალ ჩამოყალიბებული ორგანიზაციის ფარგლებში ნაციონალური მასშტაბის კენჭისყრა პირველად ტარდება. ხმების დათვლის პროცედურის შემდეგ ორგანიზაციის პრეზიდენტის ვინაობაც ირკვევა. ვაფასებ თქვენს არჩევას და ესე იგი ყველანაირად ვეცდები რომ თქვენი ასე ვთქვათ იმედი გავამართლო. ორგანიზაცია საქართველოს მომავალი ფერმერები ამერიკის მომავალი ფერმერების მოდელის მიხედვით შეიქმნა. იგი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს 5 რაიონის 7 სკოლის მოსწავლეებს აერთიანებს. ორგანიზაციაში გაწევრიანებული მოსწავლეები თავიანთ სკოლებში სოფლის მეურნეობის საწყისებს სწავლობენ და მიღებულ ცოდნას პრაქტიკულად იყენებენ. მოსწავლეებს უშუალო შეხება აქვთ სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო საქმიანობასთან. იმას, რასაც თეორიულად გაკვეთილზე სწავლობენ, მოგვიანებით სკოლის ნაკვეთებსა და მეურნეობებში პრაქტიკულად ახორციელებენ. სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთის სკოლა ერთ-ერთია იმ სკოლათაგან, სადაც მოსწავლეებს სოფლის მეურნეობაში მიღებული ცოდნის სკოლის მეურნეობაში პრაქტიკული განხორციელების საშუალება ეძლევათ. მეგობრებთან ერთად ვული ფუტკრის ოჯახს. უკვე 5 ოჯახი ვიყიდეს, წელს გაზაფხულზე გაიყო. ახლა შევალთ ფუტკრებში და დავათვალიერებთ თუ გიჭაჭირდება თუ არა. თავდასაცემად კი დავიფარებთ ამას. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს 5 რეგიონში მასწავლებელთა და მოსწავლეთა ტრეინინგები და სკოლის ბაზებზე სასწავლო მეურნეობების შექმნა საქართველოს მომავალი ფერმერების პროექტის ნაწილია. პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ და ხორციელდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, ჯიპას, ასევე World Link-ისა და ჯორჯიის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში. საქართველოში მოსახლეობის 50% სასოფლო სამეურნეო საქმიანობას მისდევს. აქედან გამომდინარე, მრეწველობის ეს დარგი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ორგანიზაცია საქართველოს მომავალი ფერმერების მიერ შემუშავებული მოდელი ძლიერი რეგიონის, ძლიერი სოფლის განვითარებას ითვალისწინებს. ქვეყნის რეგიონებში კარგი სასოფლო სამეურნეო განათლებისა და ასევე სოფლებში ძლიერი ბიზნეს გარემოს არსებობა კი საქართველოს გაძლიერებას უზრუნველყოფს. მოსწავლეები სოფლის მეურნეობის საწყისებთან ერთად მმართველობის საფუძვლებსაც ეუფლებიან. ამ მიზნით საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჯორჯიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც ეწვივნენ. საქართველოს მომავალი ფერმერების ტრეინინგის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის მმართველობის საფუძვლები და ჯგუფური მუშაობის პრინციპი გაგვეცნო. გარდა ამისა, ხელი შეგვეწყო მათი უნარჩვევების განვითარებისთვის და მათი პროექტების განხორციელების პროცესში ამ უნარჩვევების გამოყენება გვესწავლებინა. Leadership is a very important topic for youth today. მმართველობის საფუძვლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია ახალგაზრდა თაობისთვის. აქედან გამომდინარე, მას დიდი ყურადღება ეთმობა როგორც FFA-ში, ასევე ახალ ჩამოყალიბებულ FFG-შიც. დღეს ჩვენ პირველად ჩავატარეთ საქართველოს მომავალი ფერმერების ნაციონალური არჩევნები და ოფიცერთა საბჭო ავერჩიეთ. გუშინი საპარლამენტო პროცედურებს გავეცანით, შეხვედრების წარმართვისა და ორგანიზაციის მართვის წესებს. წესებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ორგანიზაციების მიერაა აპრობირებული. და ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. ამ პერიოდის განმავლობაში ვისწავლე ადამიანებთან ურთიერთობა, ანუ კომუნიკაბელურობა, როგორ უნდა იყოს ლიდერი, კი ვიცოდი ლიდერის შესახებ რაღაც, მაგრამ უფრო მეტად შევაჯერეთ ეს ყველაფერი და ვფიქრობ, რომ უფრო უკეთესი ლიდერი გავხდები.